როგორ დაგეგმა ოცნება მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება. არასამთავრობო ორგანიზაციები ანალიზის შედეგებს ასაჯაროებენ, ისინი ეყრდნობიან ნაცემი მოქალაქეებისა და ადვოკატების მონათხრობს. დეტალურად აღწერენ დაკავებულების მთელ გზას დაპატიმრებიდან სასამართლომდე. დემონსტრაციაზე ბრუტალური დარბევა, დაკავებისას ფიზიკური ანგარიშწორება, ცემა ქუჩაში, შემდეგ ავტომანქანებში, შემდეგ იზოლატორებში. ისინი ამბობენ, რომ მეთოდები და წამების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ციტატა: დაკავებულების ჩვენებით ირკვევა ფიზიკურ ძალადობას, არა ადამიანურ დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს, სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები. აქციის მონაწილეებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალბუდის, ნეკნების, ცირკმელების არეში. კითხულობთ ანალიზში. სურათის აღწერა თავდება სასამართლოებით და ცრუ პოლიციელების სახელების და გვარების გასაჯაროებით, რა კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი იდენტიფიცირება მოხერხდა, ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება. ქეთი, გისმენთ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების სტრატეგიის გაშიფრვა და ინფორმაციის შეგროვება არ გასჭირვებიათ, რადგან ნაცემი მოქალაქეების ისტორიები და საქმეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იკოთება ერთი ხელწერა საპოლიციო ძალების მხრიდან, როგორც ძალადობის შემთხვევაში და ასევე ამის შემდეგ უკვე საქმეების აღძვრის თუ სასამართლოში აი ამ პროცესების წარმართვის შემთხვევაში. მათ შორის ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც გასული წლების მანძილზე არაერთხელ გამოუყენებია ეს პრაქტიკა პოლიციას, ცრუ ჩვენებებით მიდიან პოლიციელები სასამართლოებში, სხდომათა დარბაზებში, სადაც იმ მოქალაქეების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს, რომლებთანაც არანაირი შეხება მათ აქციაზე არ ჰქონიათ. ამ ფაქტებს ადასტურებენ თავად ნაცემი მოქალაქეების, რომლებიც დღეს სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვადასხვა მუხლებით ხედან განსასჯელის სკამზე და ტენდენცია შეიძლება ითქვას ის, რომ უშუალოდ დამკავებელი პოლიციელი არ მიდის სასამართლოში, არამედ სრულიად სხვა პოლიციელები, რომლებიც გამოგონილ ამბებს ყვებიან, შეიძლება ითქვას, ამ მოქალაქეების შესახებ. სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები სრულ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევაზე საუბარს. იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს, აი ამას ხშირად გამოიყენებენ. მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქეების მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერს. საქმეზე ორი ან მეტი პოლიციელის მოწმის არსებობის შემთხვევაში მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა. დოკუმენტირება უჭირთ მათ ექსტრემალურ ვითარებაში, იმიტომ რომ ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოები იქცევიან უკანონობის დოკუმენტურად აღრიცხვა, რა თქმა უნდა, არის ხოლმე შეუძლებელი. და ის, რაც დოკუმენტურად ვერ აღირიცხება, თვითონვე უჭირთ ხოლმე სიმართლე გითხრათ, შემდეგ დაიდენტიფიცირება, ვინ არის რეალური დამკავებელი, ვინ არ არის და შესაბამისად ეს მათთვის აღარ არის მნიშვნელოვანი გარემოება. თვითონაც რომ მოუნდეთ კანონიერი ფორმის მიცემა ამ ყველაფრისთვის ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ამ პროცესს უბრალოდ კანონიერი სახე ვერ მიეცემა. თავშივე ყველა პროცედურა არის აბსოლუტურად უკანონო. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა და შემდეგ დახურეს კარი. ცნობილი ხდება ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს. ასევე ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ მაგალითად წინდებს. დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკლით, გაუპატიურებით სხეულის ნაწილების მოტეხვით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდგომ სამართალდამცავებმა ის ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. ცრუ ჩვენების მიმცემი რამდენიმე პოლიციელის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს უფლებადამცველებმა ამ პრესკონფერენციაზე მათი გვარები გასაჯაროვდა და ასევე დაანონსეს, რომ ისინი აგრძელებენ ასეთი პოლიციელების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც ეტაპობრივად გასაჯაროვდება, რადგან ესენი არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოში, მათ შორის ფიცის დადების შემდეგაც კი და ყვებიან ისტორიებს, რომელიც გამოგონილია, შეიძლება ითქვას, რადგან ისინი
არც დაკავების პროცესში და არც იმ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის პროცესში, რომელსაც აბრალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს, ამ პოლიციელებს შემხებლობა აი ამ ვითარებასთან და პროცესთან არ ჰქონიათ. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ აი ამ პოლიციელებს უფლებადამცველები აფრთხილებენ იმის შესახებაც, რომ როდესაც დღის წესრიგში დადგება აი ამგვარი ძალადობრივი ფაქტების სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიების საკითხი, ასეთ საქმეებში სწორედ მათი სახელები და გვარები ამოტივტივდება.